სახლში მეცადინეობის პროცესში მშობლების მონაწილეობა მშობელთა ჩართულობის ერთ-ერთი სახეა. რაც ყოველდღე უნდა გვახსოვდეს, ის არის, რომ საშინაო დავალება ეძლევა ბავშვს სკოლაში ნასწავლის გასამტკიცებლად და არავითარ შემთხვევაში არ ეძლევა მშობელს. შესაბამისად, ბავშვმა ისე უნდა შეასრულოს, როგორც გამოუვა. ცალკეული გამონაკლისების გარდა მშობელმა ბავშვის დავალება არ უნდა შეასრულოს, ხოლო მასწავლებელმა არ უნდა შეაფასოს. გამონაკლისი შეიძლება იყოს, თუ მაგალითად მშობლების და ბავშვების ერთობლივი პროექტის ნაწილი იყო ეს სამუშაო. რაც მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს, არის ის, რომ საშინაო დავალება პირველ კლასში ბავშვს საერთოდ ან თითქმის არ უნდა ჰქონდეს. მომდევნო კლასებში კი ისეთი დავალება უნდა ეძლეოდეს, რომელსაც დამოუკიდებლად სხვების დახმარების გარეშე გაართმევს თავს და დროსაც ზომიერად დახარჯავს. საშინაო დავალების სირთულის ან სიმრავლის გამო ხშირად მშობლები დასახმარებლად მიმართავენ კერძო რეპეტიტორებს ან თავიანთი ხელით აკეთებენ დავალებას. ცხადია, ორივე გზა არის მცდარი. თუ ბავშვს უჭირს დავალების შესრულება, მშობლის მართებული ქცევა იქნებოდა მასწავლებელთან გასაუბრება. პედაგოგმა აუცილებლად უნდა იცოდეს, როგორ ასრულებენ ბავშვები მის მიერ მიცემულ საშინაო დავალებას და ეს უკავშირი სასურველია, რომ ბავშვმა ან მშობელმა გასცენ. საუბარია არა პრეტენზიის გაზიარებაზე, არამედ შეკითხვების დასმაზე და საქმიან ბავშვზე ორიენტირებულ დიალოგზე. თუ ბავშვს უჭირს საშინაო დავალების შესრულება, პედაგოგმა და მშობელმა ერთობლივად უნდა მოძებნონ გამოსავალი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც პედაგოგის მეთოდოლოგიის ცვლილებაში, ასევე მშობლის მიდგომებსა და სამეცადინო საათის ორგანიზებაში. მოკლედ, სანამ ბავშვს დავარქმევდეთ ზარმაც ან უნიჭოს, სასურველია ბოლომდე გავიაზროთ, რა სჭირს ჩვენ შვილს და გავესაუბროთ იმ ადამიანს, ვინც მას ასწავლის. ესეც მშობელთა ჩართულობის ერთ-ერთი და ძალიან აუცილებელი ფორმა. ბავშვები განსხვავებულები არიან და სახლში მეცადინეობა და დავალების შესრულების პროცესიც ძალიან ინდივიდუალურია. დავიწყოთ ფიზიკური სივრცის მოწყობით. სამეცადინო დროს გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ თუ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვიზრუნოთ, მაგალითად მოვუწყოთ ბავშვს ოთახი ან სამეცადინო კუთხე, სადაც არ იქნება ხმაური, სათამაშოები, ეკრანი ან ყურადღების განფანტავი სხვა ნივთები, ეს ძალიან კარგი იქნება. შევეცადოთ ისეთი პირობები შევუქმნათ ჩვენ შვილს მეცადინეობისთვის, რომ ბავშვმა იგრძნოს, მე ვარ დამოუკიდებელი, ვასრულებ ჩემს სამუშაოს, ვაკეთებ ჩემს საქმეს. რაც შეეხება დამოუკიდებლად მეცადინეობას, პირველ რიგში უნდა გავერკვეთ, როგორი ტიპის ბავშვია ჩვენი შვილი, რა სიტყვავს ჩვენგან. შესაძლოა მას პროცესში სჭირდებოდეს უბრალოდ ემოციური მხარდაჭერა, ან გვერდით დაჯდომა, გამხნევება. ჩვენი ბავშვობის განცდების გაზიარებაც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი. ჯადოსნური ძალა აქვს მისი გაწეული ძალისხმევის შექებასაც. ძალიან კარგად მოქმედებს ბავშვისთვის რთული ამოცანების მარტივ ნაწილებად დაშლა და ისე შეთავაზებაც. ცხადია, ამას სჭირდება დრო და მოთმინება, რაც მშობლებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ამის გარეშე შესაძლოა ჩვენ შვილს მიზნის მიღწევა გაუჭირდეს, განსაკუთრებით დაწყებითი სკოლის ასაკში, სანამ მეცადინეობის ქცევა ჩვევაში გაუჯდება.